სხვადასხვა ხელმომწერი ექსპერტიზის პასუხი თუ მოვიდა და თქვენთვის ცნობილი არის? არ არის ცნობილი. მიაკითხეთ თქვენ პოლიციას? კი, გვაინტერესებდა, რომ ექსპერტიზის პასუხი რატორის გამო ნათეთურები ეტყობოდა ბავშვს, ეგეც გვაინტერესებდა, რა მოხდა, ხო გვაინტერესებდა ისე და არა, ჯერ არ არის ექსპერტიზის პასუხი და ეხლა ხელმეორედ, რა ვიცი, გადაგზავნილია თბილისშიო და ეხლა გვიბარებენ ადვოკატებიც, რომ ჩამოდით, რა ვიცი, გასაუბრება უნდათ, ჩემთან დაკითხვა უნდათ კიდე და მე რაც ის იყო, იმათაც უთხარით ვინებმაც დამკითხეს გურჯაანში, ჩემი შვილი სადაც იყო და სადაც ესვენა იქ საავადმყოფოში, რომ კვეთავდნენ თუ რას შვრებოდნენ, იმათაც უთხარით ჩემი სათქმელი, რომ რა ვიცი და მე ეგე დღემდე უკვე რამდენი ხანი გავიდა და პასუხი არ ვიცით. ადვოკატი ლოლა არის, ძირკოკელი ლოლა არის, კი. ადვოკატი. ეგ ადვოკატი. გამოძიებით ვინ იძიებს ჯერ არა ასე. გამოძიებით არ დაწყებულა ჯერ არავინ არ გვახსენს ყურად. ჯერ დამირეკა ჩემი მეუღლემ სხვაგან არის წასული აქ არის, მაგრამ და გვირეკა რომ გურჯაანში უნდა ჩამოხვიდეთ სასწრაფოთო, ანაბეჭდებიო რაღაცეო, გვაინტერესებს რომ ის ქვევრის პირზე ვინ წაავლო ხელი პირველად ვინ ახატაო. და მე ვთქვი რომ მე იმას რომ ვინც ვიღაცა მოხდა დაიძახა რომ გარეთ რასეძებ ჩედით და ქვევში ნახეთ, მარანში ქვევში ნახეთო და მე დილით იქ პურს ვინახავდით და დილით დაფარებული იყო იმ ქვევს და აი ესე გარდიგარდ მიიყო და მე მიწეული იყო იქით მხარეს და იმას აღარც უნდა დააღება, მაგრამ მე ხო დავინახე ჩემ შვილს არ ვავიხი გადავახეთქე იქით მე წავავლე ხელი მე პატრულმა წაავლო ხელი და იყვნენ კიდე მეზობლები ისინი დაინახეს და ამოიყვანეს. ეს ბავშვი არ არისო, პატრულმა ეგრე გამოგვიცხადა და კუკლაგდიაში ბავშვი არ არისო და მე მითხრეს რომ რა ეცვა შენ შვილს, იქნება შენი შვილი არ არის და კუკლაგდიაში იყო და მე უთხარი ადამიანო, კი და მე უთხარი ადამიანო, ვიცი მეთქი რომ კბილები რომ ამოსდიო და ბენდენა ეგრაც ისფერი და მე ვიცი მეთქი რომ ეს ჩემი შვილია. კუსად სიცხე ქონდა ბავშვი კბილები ამოსდიოდა და როგორ თუ რანაირად რა კუკლა რის კუკლა და მე მამიდა ჩემა დაიჩოქა და მამიდა ჩემა ამოიყვანა ეს ბავშვი დაიჩოქა და ამოიყვანა მამიდა ჩემა რა კუკლა აქეთ მასხარად გვიგდებდნენ რომ კუკლა არის ცინიკურად ეს პატრულიც და აი რა ვიცი რაღა უნდა ეთქვათ იმას აღარც ვაქცევით ყურადღებას ჩვენ ჯერ გამვავი რომ მოხდა ნახევარ საათში მოვიდა პატრული მანამდე პატრული არ გამოჩენილა მანამ გზა არ გადაიკეტა პატრული არ გამოჩნდა რატო რის გულისთვის იმიტომ რომ იმათი ხელი ერია თორე 15 წუთში ერთხელ პატრული გაირბენ და გამოირბენ და მანამ ეს ამბავი არ მოხდებოდა და ეხლა უკვე ეს ამბავი რომ მოხდა ეხლა ერთმა პატრულმაც კი არ გამოიარა და მოვითხოვეთ ჩვენ რომ ძაღლი მოიყვანთ კვალი და ძაღლსაც მოიყვანენო ნახევარ საათი ველოდეთ პატრული არ მოვიდა და ძაღლს როდისღა უნდა მოიყვანათ ბავშვი არ მოიყვანეს არა პატრული არ გამოჩნდა დაურეკეთ და ნახევარი საათის შემდეგ მოვიდა ზუსტად პატრული იქნება ცოტა ადრე რომ მოსულიყვან და მოექცინათ ყურადღება და ის ძაღლი რომ მოიყვანათ ჩემი შვილი თუ ცოცხალი ჩააგდეს სიტყვაზე ხო იქნება ცოცხალი მეპოვნა მაგრამ პატრულიც უყურადღებოთ იყო მე ვერაფერს ვერ დავარქმევ რომ თან მე მასხარად ხავგდეს საჭმელი გვეჭანა და ბავშვი ტირილო ჩამომისნა ჩამოვედი ვაჭამე და კარე ფანჯარა ღია იყო დავკეტე ფანჯარა თოკით დავკეტე ისა და რაღაც 15-10 წუთი არც კი იქნებოდა გასული ეს ძაღლები განწილულნი მით ყებდნენ ფანჯარასთან იდგნენ ორივე პატარა ლეკვები არიან იქ მას არის ფანჯარასთან იდგნენ და აღარ იყო აღარც ბავშვი ფარდა იყო ჩამოგლეჯილი ლოგინი გადმოტრიალებული და ეგრევე როგორც მე ეს დავინახე შეხს კარები რო დავინახე შეხსნილი ეგრევე დაუძახე ჩემს რომ ბავშვი აღარ არის ზოგი იქით გაიქცა ზოგი აქეთ გამოიქცა რაღაცა ეგეთი არეულობა ეს ნახევარ საათი ესე ტიროდით ქუჩაში ტელევიზიები მოვიდნენ მეცხრე არხით ყველა მოვიდნენ და პატრული არ ჩანდა პატრული არ მოვიდა იმიტომ რომ იმათი ხელი ერია რომ იმათი ჩადენილია მე სხვას ვერაფერი უყურადღება აი იმიტომ გაფრთხილე იცოდნენ რა ღვინიაშვილის დავალებით იყო ეს გაკეთებული ფული ქონდათ ეთყობა გადახდილი და ეს ღვინიაშვილის პატრულიც იმათია ყველანი მოსყიდულები ყავდნენ და რატო გამოჩნდებოდნენ და რატო დამეხმარებოდნენ დახმარება რომ დემოდათ ადრე მოვიდოდნენ ძაღლს მოიყვანდნენ და იქ თუ ვიღაცამ რომ დაიძახა რომ გარეთ ნუეძებ შედი და ქვევში ნახეთო მკვლელიც იქ იქნებოდა და ჩვენ დავამტკიცებდით ვინ იყო მკვლელი ჩვენ რომ გამოვაცხადეთ ნაციონალებმა ქნეს მე ვერაფერს ვეღარ მიშობდნენ იმიტომ რომ გამწარებული ვიყავი დაადგნენ ჩემს ეგ უნდა დავიჭიროთ რა ხომ ნაციონალებს დაადეს ხელი ჩემა გოგო მითხრა დიდმა გოგომ გიორგი მექერიშვილმა ჩემ ეზოში არიან ეს ბავშვები დაზდილები
ბიძაშვილები, ჩემი ქმარი და მისი მამა ბიძაშვილები არიან. ჩემ ეზოში დაიზარნენ, ეს როგორ გამიკეთეს. უხალხო დავიჭირე ეს გოგომ მითხრა დიდმა გოგომ, რომ დედაო, გიორგი მექერიშვილმა შემომთამაზა თანამდებობაო. მანამ ეს მოხდებოდა შაბათს თუ პარასკევს, შაბათს ხო? რო ისაო, დალუკაო, თანამდებობასაც მოგცემთო, თანხასაც მოგცემთო. ჩემო გოგომ უთხრა, რომ მე ას თანამდებობა მინდა, არც მინდა. მე ის მინდა, რომ ჩემ შვილებს და ჩემ ყველას უქონდეს წინ ნათელი მომავალი, რომ როდემ და სადამდე ესე რომ ის არის. მე ივანიშვილის პარტიაში ვარ და უნდა ვიყო და დამუქრებია შვილების მოკლით. გიორგი მექერიშვილი დაემუქრა. რას ხედავდი მე რო იქ ვტიროდი ჩემ ბანში და რაღაცა ხალხი შემოხეული მყავდა, ისინი საარჩევნო უბანზე მშვენივრად ორშაბათს აღამოდი. განუცხადეთ პოლიცია. კი, სახელები, გვარები მოვიდნენ დაუსახელე ისინი ეჭვმიტანილები, ვინებიც მყავდნენ და ეს არაფერში არ ჩააგდეს, თორე ეს მე რო დაუსახელე ჩემი ეჭვმიტანილები, ვინც მყავდნენ, საარჩევნო უბანზე ხო აღარ იდგმევოდნენ და ხო დაკითხულები უნდა ყოფილიყვნენ. არც დაკითხულები და არაფერი. მე იმას ვიტყოდი, ეს პიროვნები თუ კი არიან ეჭვმიტანილი, მოგვაქციო რა მთავრობამ ყურადღება. დაისაჯნენ და დაიჭირნენ. კაცო, რის გულისთვის მომიკლეს შვილი და რისთვის მომიკლეს შვილიშვილი არა. მე იმას ვთხოვ რომ მთავრობას რომ დემეხმარო სამ იმაში და დაიჭირონ ეს პიროვნებები, აიყვანონ სამი იქნებიან თუ 4. აიყვანონ ეს პიროვნები, მაგას მოვითხოვ, მე სხვა არაფერს არ მოვითხოვ და მე ჩემი შვილიშვილის მკვლელი მე გავიგო ვინ არის და ვინ არ არის. და არანაირი ყურადღება ის პიროვნებები გარეთ დადიან დაჟე აქ ჩემ გასაღიზიათ, ქეიფობენ კიდეც, იცინიან კიდეც ყველაფერი, მაგრამ არაფერი ის არა აქ რეაგირება რა აქ ჯერ მიღებული. და მე ის პიროვნება რომელიც გუშინ ერთ-ერთი დავიჭირე არაფერი ვითომ არაფერი იმის გაკეთებული რო არ იყოს სულ თავზე შეიცხადე და ვითომ არაფერი ხმაც არ გაუწია ჩემთვის